საჯარო მოხელეების პრემიებზე წელს 6 თვეში ოზურგეთის ბიუჯეტიდან უფრო მეტი თანხა დაიხარჯა, ვიდრე მთელ დასულ წელს ოპოზიციური პოლიტიკოსები და იურისტები ამ ფაქტს ლევანდელ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებენ. ზოგიერთი მათგანი პროგნოზირებს, რომ საპრემიოთ ფონდი წლის ბოლომდე გაორმაგდება. ოზურგეთის ბიუჯეტიდან 6 თვეში პრემიის სახით 30,000 ლარზე მეტი თანხა გაიცა, თუმცა ბიუჯეტის დამტკიცებისას საპრემიო ფონდში მხოლოდ 5,000 ლარი იყო გათვალისწინებული. ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ საპრემიო თანხების მოცულობა საარჩევნო წლების მიხედვით იზრდება და ხელისუფლება ხალხის ფულს საკუთარი კომფორტისთვის ხარჯავს. ბიუჯეტის დამტკიცების დროს ძალიან მიზერული იდება ხოლმე პრემიების თანხა. იმიტომ რომ ეს თვალსისაცემი არ იყო საზოგადოებისათვის და შემდეგ უკვე ეს თავიანთი გადაწყვეტილებები, თავიანთი ცვლილებების შეტანით, რომელიც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ფაქტიურად არ არის ძალაში შესული, ემატება ეს თანხები. ასე ფლანგავენ ხალხის კუთვნილ თანხას. ლელა ნაცვალაძე მიიჩნევს, რომ ბიუჯეტი ფაქტობრივად საჯარო მოხელეების პირად კომფორტზე იხარჯება. არის ძალიან ბევრი უსახკარო ადამიანი, რომელზეც გამოყოფილი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ძალიან წირი თანხა, მაგრამ ერთ ადამიანსაც არ მოხმარებია ეს თანხები და ეს თანხებიც არის მიზანმიმართულად გადამისამართებული, ესე ვიტყვი, აი ამ საარჩევნო კამპანიაში. ხელისუფლებამ დაწერა ბიუჯეტი მხოლოდ იმიტომ, რომ მოახმაროს საჯარო და საბიუჯეტო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. იურისტი ირაკლი პაპავა კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. ბანკის და ბიუჯეტი 2011 წლის 9 დეკემბერში და 18-იანვრის პოლებული ივლისისთვის ჩათვლით, უკვე 10 თვის ცვლილება განხორციელებული იქნა. ავანსიდან ივლისის თვეში 3 ცვლილება უკვე შევიდა დროის ახლო ინტერვალში. ივნისის თვეში იყო 2 ცვლილება შევიდა, დანარჩენი ყველა თვეში თითო ცვლილება მინიმუმ ყველა თვეში იქნა შეტანილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს საბიუჯეტო პროცესი იყო არასწორად დაგეგმილი და გათვლილი იყო არასწორად. ოპოზიციის ვარაუდით 6 თვეში გაცემული პრემიის ოდენობა წლის ბოლომდე გაორმაგდება, რადგან 2000-ში, ანუ საარჩევნო წელს გამგეობისა და საგრებულოს მაღალ ჩინოსნებზე 43,000 ლარის ოდენობის პრემია გაიცა, შარშან კი მხოლოდ 39,000 ლარი.